დაკარგულ ქალაქში მშვიდი და ჰარმონიული დილა გათენდა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წამით. ბავშვებს აარიდეს აშკარად, ხო, მამის ცხედრის მძიმე მდგომარეობაში ნახვა. ყოჩა სოფიას, როგორ გათვალა ყველაფერი. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ზუსტად ბავშვებს ენახათ პირველებს, სხვა შემთხვევაში ტომრის ჩამოკიდება არ იქნებოდა საჭირო. თან რაღა თავლაში გაგზავნეს. ტომარაში ცხოველების ნაწილები რომ დავინახეთ, ალბათ ყველანი მივხვდით, ჯულის და ითანს რა სანახაობაც ელოდათ. ცოდნას თავისი საფასური აქვს. ეს სიტყვები ბევრ რამეს ამტკიცებს, მაგალითად იმას, რომ ტაბიტა და ჯეიდი სწორ გზაზე დგანან. მშობლებო, ბავშვების თანდასწრებით ნუიჩხუბებთ, თორემ ერთ დღესაც აუცილებლად მიიღებთ პასუხს. დანარჩენი ხალხი რომ უბრალოდ ვიზუალურად აფორმებს სერიალს. არაფერში არ იღებენ მონაწილეობას, თითქოს ბოიდი და ლიდერები ვალდებულნი არიან მათთვის აკეთონ ყველაფერი. ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას. მესმის, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს, მაგრამ საკუთარი აზრი მაინც ხომ უნდა გააჩნდეთ და რაღაცით ინტერესდებოდნენ. პრეტენზიების გამოთქმაში კი ბადალი ნამდვილად არ ყავთ. არ მიყვარს უაზრო მეამბოხეები. მარტო ის არ არის საქმე, რომ ვიღაც შენზე ადრე არის მისული და შენზე მეტი უნახავს და იცის. შესაძლოა ახალმისულ სულ სხვა დანიშნულება ჰქონდეს და სრულიად ახალი იდეები გაუჩნდეს. მაგრამ როცა საკუთარი თვალებით ხედავ, როგორ ხოცავენ ადამიანებს, როგორ აჩვენენ ღიმილას სახეებიანებს, როგორ ესაუბრებიან და ურევენ გონებას ყველაზე კეთილებს, ასე სულელურად არ უნდა მოიქცე. უთავბოლო წრეზე სიარული რომ ვერ გაგიყვანს ამ ადგილიდან, ამდენ ხანში უნდა დაინახო ეს. და კიდევ დამატებით რესურსები არ უნდა გაფლანგო, სხვებსაც არ უნდა შეუქმნა საფრთხე. კი მესმის, მენტალურად გატყდა და ვეღარ გაუძლო, თუმცა გონიერება უნდა გამოიჩინოს. თავიდანვე ასეთია ეს გოგო, ჭკუას ვერ სწავლობს. ამბოხსაც გონი სჭირდება. ერთი დადებითი ის მეგონა, რომ სახლიდან გაპარული ითანი შეხვდათ გზად, მაგრამ ეგეც არ გამოვიდა, დედა მიპოვა. ვიქტორის მამა ძალიან კარგი კაცია, როგორ მზრუნველობას და სითბოს იჩენს შვილის მიმართ. ბევრს ნიშნავს, ვინ როგორ ცხოვრობს. მამა შვილზე ახალგაზრდულად გამოიყურება. მთელი ეს წლები ვიქტორს სახეზე ატყვია. ფატიმა სადაა? დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოჩვენილიყო მთელი ღამე ელისი აუცილებლად მიაკითხავდა, მაგრამ მეც რომ მომეკრა თვალი, უფრო მშვიდად ვიქნებოდი. ტაბიტას საუბარი ზუსტად ისაა, რასაც ვფიქრობ ხოლმე. ადამიანებს თანაცხოვრებაში ავიწყდებათ, რის გამო შეუყვარდათ ერთმანეთი და ახსენდებათ მაშინ, როცა უკვე მართლა გვიანია. თავარი სიუჟეტის გარდა ასეთ დეტალებსაც ვაქცევ ხოლმე დიდ ყურადღებას. ის ორი ხომ ერთად იყო იმ საშინელ ადგილას, მიჯაჭვულები. საინტერესოა მარტო ჯულის რატომ შეუძლია ამ ადგილიდან სხვა ცნობიერში გადასვლა. როგორ აპირებს ჯული რეალობის შეცვლას. დავუშვათ და სხვა განზომილებაში მართლაც იხსნა მამა. აქეთ რეალობაში ხომ ყველამ ნახა გარდაცვლილი ჯიმი. განა ეს ისეთი ადგილია ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მაინც. თუ დააკვირდით, ჯულიმ და ითანმა ერთსა და იმავე ადგილას ნახეს მამა. ფურგონში იმ ღამეს, როცა ამ ადგილას მოხვდნენ. ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ რამეს მიგვანიშნებს. ხომ შეიძლებოდა რომელიმე მათგანს სახლში ენახა მაგალითად. ბოლო სცენა ძალიან ემოციური იყო. ითანმა რომ ნახა მამა, ესაუბრა, ჩაეხუტა და მერე ოცებ გაქრა. საშუალოდ კარგი სერია იყო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მესამე სერიაში. თქვენ როგორ მოგეწონათ, გამიზიარეთ კომენტარებში. ამ სერიალით ერთ კვირაში დაგიბრუნდებით, იქამდე კი სხვა სერიალებსა და ფილმებს შემოგთავაზებთ. მადლობა რომ მიყურეთ. გამომიწერეთ და მადევნეთ თვალი.